გამარჯობათ, პატივცემულო. YouTube-ის მაყურებლებო. მე ვარ Scout Gio. მე მინდა ერთი თამაშის შესახებ მოგითხროთ. დღეს დილით ჩემს დღეს ტუალეტში და მე იქ ნიანგმა შემჭამა. არა და აშკარად გლდანელი იყო ის ტიპი. ჩემთვის რომ მეკითხათ, გიყვარს თუ არა კომპიუტერული თამაშებიო? უპასუხებდი. თებში ხომ არ გამოგიცვალოთ გეთაყვა და საფეთქს ვესროდი სახეში. როდესაც სახე დაეწვებოდა და გაბრაზებული სახე შემომხედავდა კი, Fortnite-ის ცეკვას ვიზამდი და გადავეშვებოდი და დავერჭებოდი პირდაპირ ცენტრში. გამარჯობა, baby. ეს პროტოტიპია. 2009 წლის თამაშია, ეს არის action adventure type. თამაში არის გახსნილი სამყარო, აი როგორც San Andreas-ია. და არის მისიები როგორც San Andreas-ია. მაშინ რაღა განსხვავებაა მოცემულ თამაშსა და San Andreas შორის, ხო? მე ამაზე ასეთ რაღაცას გეტყვი. იცი რა არის time management-ი? რატომ არ ანაწილებ დროს ისე რომ შენ თავსაც და სხვებსაც მაქსიმალურად გაუადვილო ცხოვრება? რატომ არ გინდა რომ გამოწოვო საკუთარი თავიდან ენერგია საერთო კეთილდღეობისთვის? ტრაკი, ბოდიში ეს ის იყო, ჩემ თავში რო ცხოვრობს და მაპატიე, რა გამოვწოვო, ვერა მასტი მართლა. ხო, ბოდიში. ხო და პროტოტიპიო. მოცემულ თამაში საქმე გვაქვს რაღაც დაავადებასთან, რომელიც პლანეტაზე იწყებს გავრცელებას. შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგი ფრიად გავს ზომბის ვირუსს, მაგრამ ეს ადამიანებს უჭკუ არსებებად აქცევს და ამას პლუს საკმაო დოზის ძალის დისტრიბუტორიცაა. მოკლედ, თამაში იწყება სცენით. თავარ გმირს ქვია ალექსი, მაგრამ შინაურულად აგერ ბიჭები ალიკასაც ვეძახით. მოკლედ ალიკა ხტება და ბასები ენდავარდნის შესანიშნავ მაგალითს გვაჩვენებს. აი ახლა, შენ მიერ დანახულის შემდეგ. აი ვიცი რომ ახლა სპოილერივით გამომივა, მაგრამ ამ 4-დან ამორჩიე ალიკას რა სჭირს. პირველი. აქვს ალერგია მწვანე ლობიოზე. მეორე. არ უყვარს ლექსი, აჭამეთ კექსი. მესამე, ებრძვის მოცემულ ვირუსს. მეოთხე, იმუნიტეტი აქვს ვირუსის მიმართ. როგორი მოულოდნელი პასუხი იყო. ხოლო იმის გამო რომ ალიკას იმუნიტეტის მსგავსი რამ აქვს, იგი გახდა სუპერგმირივით რაღაც, გეი ტიპი რა. აგერ ხედავ როგორ დახტის რაღაც ხტუნაობს, მარიაჟობს, თავისი ჭკუითგაც. ტიპი დებილი ნახე რა გოგო იყო და ამათ აცადა რომ მოეკლათ. სრულ ჭკუაზე ახლა ეს. დაბრუნდი! მოცემული სცენის გასვლის შემდეგ კი ჯერ ტუტორიალია, ხოლო შემდეგ თავად თამაში სანამ დაიწყება არის სცენა, სადაც ალიკა მორგში წევს. ალბათ ვირუსის გამო მოკვდა, მაგრამ მე გაახსენდა რომ ბრაუზერის ისტორია აქვს დასაშლელი. სწორედ ამან წამოაყენა და გააქცია იგი. გარეთ რო გავიდა დააცალეს მთლიანი მჭიდები, მაგრამ ბრაუზერის ისტორიის შეში უფრო დიდი იყო და მომხდარის მიუხედავად მას შეძლო რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. კონკრეტულად კი ხობეზე გადახტომით. გზაში კიდე საცოდავ დღეზე დაბადებულს გაეკიდება თვითმფრინავი, მაგრამ დიდებულმა თამაშმა გვასწავლა ის თუ როგორ უნდა მოგვეშორებინა მოცემული თავის ტკივილი. ამ ყველაფრის გამოლის შემდეგ კი ვხედავთ თუ როგორ მიეპარება და შთანთქავს ერთ-ერთ ჯარისკაცს ეს ჩვენი ალიკა. შემდეგ ხელებს შუბზე იკიდებს და ხედვები აქვს. ეს ხედვები კი არის იმ ადამიანის მეხსიერება, რომელიც მან შთანთქა. ასევე იმას ვიგებთ, რომ ჩვენ ნიჭიერ ალიკას შეუძლია მის მიერ შთანთქმული ადამიანის იერის მიღება. ალიკა სწორედ ასე პოულობს მერე მის დას, ხდება ბოროტი გეი და მაგას აღარ გავაგზელებ. მოკლედ ამ ყველაფრის შემდეგ პერსონაჟის მართვა უკვე შენ ხელშია. აიღებ მისიებს, ტყუილად ირბენ თუ მინი გამოწვევებს აიღებ, უკვე შენი საქმეა. ასევე ისიც თუ რას როგორ განავითარებ. თუ შენ ეგენი არ იცი, არა უშავს განგანათლებ, აბა მე აქ რისთვის ვარ. ალიკას საკუთარი ვირუსის დახმარებით შეუძლია სხვადასხვა ფორმის მიღება. ბრძოლა რა თქმა უნდა შიშველი ხელებით შეუძლია. შეუძლია გაიკეთოს ხელები მაკრატლები, როგორც იმ ტიპს ჰქონდა. ასევე შეუძლია გაიკეთოს სახლიდან ორი ცელოფანი ნაგავი გამომატანეს ხელები. მოცემული ტრანსფორმაცია ეფექტურია ტანკების წინააღმდეგ. ბოლო კი ხელი ხანჯალია. დიახ, მეც დავიქრინჯე მოცემული გეური მოძრაობით. ეს ბრძოლა კი მან მორიგი უცნაური პროანიმეშნიკის ილეთით დაასრულა. მოწინააღმდეგეების მოკლის შემდეგ მიღებული გამოცდილებით ალიკას შეუძლია ახალი ილეთები დაამუღამოს ან უკვე არსებულები დახვეწოს. იმის მიუხედავად რომ ტაქსიში ჩაჯდომა და ბანაობა ალიკას არ მოსწონს, საჭირო უნარის ათვისების შემდეგ მას ეძლევა საშუალება ჩაჯდეს ტანკებში ან თვითმფრინავებში. თამაში ასე თუ ისე იძლევა ამის საშუალებას, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად თამაში არ მაძლევს პასუხს იმაზე თუ რა უნდა ჩავწერო, რა უნდა
უნდა ჩავწერო ამ ელვა მაქვინის როლში. ამიტომაც მეგობრებო, დამიწერეთ კომენტარებში თუ რა უნდა ჩავწერო როლში და ერთად დავავსოთ ის. იმის მიუხედავად რომ თამაში შესაძლებელია ბოულინგის ან თუნდაც ხელბურთის თამაში, ჩემთვის მაინც საინტერესოა ის თუ რატომ აქვს თამაშის გამშვებს გარეკანის ნახატად ფეხბურთის ფოტო. როგორც მივხვდი, ვიდეო ნელ-ნელა დასასრულს მეუახლოვდა, მაგრამ ვიდეოს დასრულება 5 წუთსა და 24 წამზე სირცხვილია ნათქვამია. ამიტომ ჩემ ერთ-ერთ ისტორიას მოგიყვები. ერთხელ, როდესაც გლდანის ქუჩებში დავიარებოდი ჩემთვის, გამომეკიდა დათვი რა. იქ ვიღაც კაცი იდგა და რა თქმა უნდა თავაზიანად ვკითხე. თბილისში დათვს რა უნდა მეთქი? მან კი დინჯად და აუნერვიულებლად მიპასუხა. ეს ძმაო გლდანიო, მაგ ტრაკების თავში კიდე რა ტრიალებს კაცმა არ იცისო. მეთქი მაგას გაუსწრა თავი ერთი მშვიდობა იყოს რა დროის დათვი ათქვა. და წამოვედი როგორც ნარუტო წამოვიდოდა ხოლმე კონოჰას მაკდონალდსიდან. შეიძლება რასაც ეძებ უკვე გაქვს, დამშვიდი, ხელვას არაყვე, როგორც იამაიკის დედაქალაქ ლანჩხუთში იტყოდნენ. Don't worry ძამა, არ გაჩერდე და რამე იქნება. შენ ხარ ისე ჩემ ზავში, როცა ვარვე ჩემ თავთან, ვფიქრობ რა მინდა გითხრო. Baby you ყველაფერი რასაც შვები, ვაკეთებ მხოლოდ შენთვის, ყველაფერს და თან ყოველთვის. Baby you